და აღმოჩენა არმას ციხეზე, რომელიც ჩვენ საერთო რუკაზე უკვე მოვნიშნეთ, გამოავლინა ტაძარი, ეს 90-იან წლებში მოხდა. ამის მსგავს არაფერს არ ეღოდა ქართული სამეცნიერო საზოგადოება და არც არქეოლოგია. და უკვირდეთ რა ხდება აქ. ეს სამი აფსიდა 4 პეტრაგრების სისრულით შემორჩენილია, მაგრამ ისი აღდგენა ჩვენ აბსოლუტურად შეგვიძლია, რადგან ბაზისი, რომელიც ცენტრშია აღმართული და დგას ცენტრში, ეს ინსიტუ მდგომარეობაში, ინსიტუ არქეოლოგიურად ეწოდება იმას, რომელიც თავის ადგილზეა და უძრავია. ესე იგი, უძრავი დახვდა მას არქეოლოგს. მექანიკურად შეგვიძლია გადმოვატრიალოთ ეს ყველაფერი და აღვადგინოთ ტაძრის ძირითადი სისტემა. ეხლა რა არის ქვის ცოკოლი აღონ დაბალი 30 სანტიმეტრის სიმაღლისა და მასზე აფენია ალიზის აგურთა წყება. აი ეს თვითონ აფსიდებით შავით რაც არის შეფერილი, ესეც ალიზის აგურებია. შემდეგ კი აი ამ სივრცეებში, კუთხეებში ის უსისტემოდ არის მოფენილი. აქ საინტერესო ის იყო, რომ ეს ტაძარიც ისე როგორც ყველა წარმართული ტაძარი შეიცავდა მარადს 16 ქვევრია ჩალაგებული, რომელშიც ღვინოც ესხარბა და ეს ხარბი იყო როგორც ჩანს მარცვლეული. ეს ტაძარიც ერთგვარი ტაძარ-კარიბჭეა, რომლითაც შევდივარ და რომლითაც გამოვდივარ, მაგრამ უამრავ საინტერესო მომენტს შეიცავდა ეს ტაძარი. ეხლა ჩვენ მხოლოდ არქიტექტურაზე არ ვლაპარაკობთ, არც არქიტექტონიკაზე არ ვლაპარაკობთ, არც კონსტრუქციაზე არ ვლაპარაკობთ. ისტორიულ ჭრილში როგორ შეესაბამება ყველა აღმოჩენა საისტორიო წყაროებს. მაშინ რა თქვი არქეოლოგია თუ ეს არ დავადგინეთ არა? ან საისტორიო წყარო რა შეჭირდება თუ ის არქეოლოგიურ მონაცემებს არ დაემთხვა და არქიტექტურულ კატეგორიებს არ დაემთხვა. აქ ერთი რამე იქცევს ყურადღებას და განსაკუთრებულ ყურადღებას. ვისაც გაუთხრია, მონაწილეობა მიუღია ანტიკური ხანის საკულტო ნაგებობის გათხრაში, ის იმას ეწოდინება ნამდვილად ეს ასეა, რომ როცა ტრული მოქმედების შედეგადაა განადგურებული ტაძარი. ამ შემთხვევაში თქვათ მხოლოდ ტაძარი, ნებისმიერი საკულტო ნაგებობა. ის იქ კრამიტის, აქაც კრამიტით იყო გადახურული ეს ნაგებობები, კრამიტის თლიანი ეგზემპლიარის პოვნა თითქმის შეუძლებელია. ეს არის დალეწილი, გადამწვარი, განადგურებული საალყო ტექნიკით დაცხრილული ნაგებობები, მაგრამ აქ ცოტა სხვანაირი შემთხვევა იყო. შემთხვევა იყო ისეთი, სადაც თითქმის ყველა კრამიტი, ბრტყელი კრამიტიც, ანუ კერამიტი და ღარიანი კრამიტიც, ასე ეწოდება ქართულად მას, კალიპტერს, რომელიც ფარავს კალიპტერების, ბრტყელი კრამიტების დაფერდებულ ղრიჭვებს, ძირითადად ისინი ერთმანეთს უერთდებიან, თითქმის ყველა მთლიანი ზომით იყო შენარჩუნებული. და დამწვარს კი არ გავდეს ნაგებობა და გადამწვარს, არამედ ჯერ არ ნაფუნქციონირებელ ნაგებობას. უცნაური შემთხვევა იყო არქეოლოგიის ისტორიაში და არქიტექტურის ისტორიაშიც. ახლა ჩვენ გეგმას ვხედავთ, კიდევ ერთხელ მიგანიშნებთ აფსიდები, აფსიდებს შორის ხის კარკასები, 6 კუთხა ბაზისი, ტაძარი ხო 6 აფსიდიანია, ანუ დაფუძნებულია 6 კუთხეზე. წრეში ჩაწერილ ტოლგვერდა და ამდენად ტოლკუთხა 6 კუთხეზე. 6 კუთხედი აქ შემთხვევით არ არის ალბათ არც აქ და არც მე არ მიხსენებია, იმიტომ რომ 6 კუთხედი არის ის გეომეტრიული სხეული, რომელიც ყველაზე უკეთ აგებადია. იმიტომ რომ წრეში ჩაწერილი 6 კუთხედის გვერდი უბრალოდ ამ წრის რადიუსის ტოლია. როცა ადრეულ პერიოდებს განიხილავ და შეისწავლეთ, თქვათ ბაბილონურ მათემატიკას, გეომეტრიას. მაშინ ჩვენ ძალიან კარგად წარმოგვიდგება 6 კუთხედის და ოციანი სისტემის როლი საერთო დაზროვნების განვითარებაში.
აი ეს რაც მოვნიშნე, ეს იყო ამ სვეტის კაპიტელის, ანუ სვეტისთავის დამაგვირგვირებელი ნაწილი, ანუ კაპიტელი. შეიძლება იმპოსტით დავარქვათ. ის უამრავ რაღაცას იკუთვნის. ამ ადგილას კი ქანდაკების პედესტალი იქ. პედესტალი, რომელზედაც ნამდვილად მდგარა ქანდაკება, რომლის სიმაღლის გამოთვლა ჩვენ ძალიან კარგად ზუსტად შეგვიძლია. ის მეტრი და 82 სანტიმეტრის სიმაღლისა უნდა ყოფილიყო. რატო მეტრი და 82 სანტიმეტრისა? ცოტა მოგვიანებით გამარტა, მაგრამ აუცილებლად გამარტა. ეს გახლავთ ბაზისი, გეგმა, ფასადი, გარაკვეთი და ქვედამხობილი ვოლუტებით აღინიშნება. იონიური ტრადიცია აქ ნამდვილად არის, მაგრამ მსგავსი ბაზისი. ოდრავი მიახლოებული ვარიანტიც ჯერჯერობით სამყაროში აღმოჩენილი არ არის. ჩავინიშნოთ ეს ჩვენ აზროვნებაში, რომ მსგავსი ბაზისი ჯერჯერობით სამყაროში აღმოჩენილი არ არის. და გვაქვს ბაზისი და კაპიტელიც და სვეტიც, რომელიც შეგვიძლია აღვადგინოთ თავისი სიმაღლით და გამოგვდის დაახლოებით 8.5 მეტრი. ეს ზუსტად შეესაბამება რომაულ ტერფს და ზუსტი შესაბამისობა მხატვრული სტილისტური თვალსაზრისით ბაზისისა 6.500 და კაპიტელისა 6.500 სრული საფუძვლიანობით შემიძლია თქვა, რომ რაღაც არქიტექტურულ წესრიგთან აქვს საქმე, არ რომ აქვს საქმე ორდერთან. რა თქმა უნდა, ეს არც იური ორდერი, არც ორიული, არც კორიტული, არც იონიური და არც არქიმედიური, მაგრამ რაღაც განსხვავებულ ორდერთან, არქიტექტურულ წესრიგთან საქმე მაქვს, თუ მით უმეტეს ეს ყველაფერი მეტროლოგიურ ზღვრებში ჯდება. აი ამ მეტროლოგიური ზღვრებისათვის ახლა დრო ჩვენ ლექციის კურსი არ აქვს, მაგრამ პრაქტიკულ მეცადინეობაზე ამას ყველაფერს ჩვენ დაწვრილებით განვიხილავთ და სვეტისთავი. ხო, ნახეთ, როგორ შესაბამისობაშია სვეტისთავი ფუძესთან, ანუ ბაზისთან. კვლავ უამრავი ელემენტი შეგვიძლია ჩამოვთვალოთ იონიურიდან, ახემენიდურიდან და ასე შემდეგ, მაგრამ ასეთი კონგლომერატი, ასეთი ჰარმონიული ურთიერთობა საერთხის კაპიტელი ხო განვიხილეთ. და ვნახეთ, როგორ შეერწყა ერთმანეთს დორიულობა, ბერძნულობა და ეგვიპტურობა. მაინდა-მაინც აქ, ამ ტერიტორიაზე, ამ ქვეყანაში. ხანდახან შეიძლება ვიფიქროთ, რომ ხომ არ არსებობდა საქართველოში, მაგრამ ამას ძალიან დიდი კვლევები და სამეცნიერო სამყარო ჭირდება, ოღონდ განათლებული სამეცნიერო სამყარო, რომელიც დაადასტურებს, გვაქვს თუ არა საკუთარი არქიტექტურული სტილი და სკოლა ანტიკური ხანის საქართველოში. ცოტა ხნით ისევე უნდა მივუბრუნდე იმ აბასიხეს, სადაც სწორედ ეს დეტალები აღმოჩნდა და სწორედ მის სასიმაგრო ნაგებობებს. ეს გრაფიკული ასახულობაა იმისი, რომლის ფოტოც ადრე გიჩვენეთ. აქ თითქოს არაფერია, გარდა იმისა, რომ კედლები და კოშკებია დატანილი, მაგრამ საფუძველი აქვს. პირველი, ეს არის საისტორიო საფუძველი, იმიტომ რომ ფარნავაზმა შექმნა ზღუდე წყლით კერძო, ანუ ტყურის პარალელურად, არქეოლოგიურად გამოვლენილი არ არის, ვერც გამოვლინდა. იმიტომ რომ ეს ყველაფერი ჩაქცეული და ჩამეწყლილია. მაგრამ გარე სასიმაგრო კედელი, რომელიც შემდგომ მეფეებმა ააგეს და შიდა სასიმაგრო კედელი, რომელიც მომდევნო მეფეებმა ააგეს, არქეოლოგიურად გამოვლენილია. გარე კედელი მთლიანად ბასტიონების სისტემა, ესე იგი იქ, სადაც სათორცლი იარაღები დგას და მთლიანად ბერძნული ფორტიფიკაციის მოვლენაა. შიდა სასიმაგრო კედელი, სადაც კოშკები, შიდა მხრისკენ არის გაზიდული. ანუ კასტელური სისტემაა, რომაული უკვე. როცა იმას იმდენად არ აინტერესებს გარეთ რა ხდება, იმიტომ რომ გარეთ ბარბაროსებს ძალიან კარგად ებრძვის არც ეშინია მის. არამედ შიდა დისციპლინას აკონტროლებს. მაგრამ რაღაც ნაწილი მაინც გარეთ არის კოშკის აკაზიდული, ამიტომ სარეზერვო კედელია. არასოდეს არ შეგვეშალოს. შიდა ციხე და არ აღვიქვათ ზედა ციხეთ, ანუ აკროპოლისი. ეს სამეცნიერო ლიტერატურაში შეცდომით დავკვეთეთ. ამას გადავავლეთ თვალი და ახლა შეგვიძლია ვნახოთ, თუ რა კონსტრუქციისა იყო ეს სასიმაგრო კედლის ფუძე.
ვერც ერთ ქვას თქვენ ახ ვერანაირი სამშენებლო იარაღით ვერ გამოაგდებთ. ეს არის კონსტრუქცია, სადაც ყველა ქვა ბუდეებით და ამ ბუდეებში ჩაჭედილი რკინის ან ბრინჯაოს მერცხლის კუდისებური სავაგრებით არის გაჭედილი. ეს არის მუდმივი და მყარი სამყარო, ამიტომაც შევჩათქებთ ჩვენთან ეს სამედიეროდ გათხრილი დაფიქსირებულია და გამოვლენილია. მაგრამ სულ სხვა საქმეა მისი კონსტრუქცია. შევხედოთ, კლდე არის გამოყენებული ამ სისტემის ძირითად ერთეულად. და შევხედოთ, როგორ არის კვადრები, ესე იგი საფუძვლის კვადრები ერთმანეთზე გადაბული, კბილანები, ნაშვერები, რომლებსაც ვერაფერი ვერ არღვევს, რა საბრძოლო იარაღით უნდა დაარღვევეს უშუალოდ კლდის ძირში და სწორედ ამას ეფინება არის საფურთა წყობა. და ეს რეალური სურათია. ოღონდ უბრალოდ აქსონომეტრულად გამოსახული. შიდა ციხე, კოშკი, რომელიც შიგნით არის გაზიდული უფრო მეტად ვიდრე გარეთ და შემდეგ ხის ძელები, რომლებიც დასაწყის და დასასრულს ფარავენ, ანუ ბიატონია გამოსახული, ესე იგი ქვა, რომელიც მარჯვენასა და მარცხენასაც ფარავს, თლიან სიგანეს კედლისას და შემდეგ თანდათანობით კლდეში ნაკვეთ ბუდეებში ჩასმულია ყველაფერი, ყველა სასიმაგრო კედლის საძირკვლის ელემენტი. ხო შეგვიძლია წარმოვსახოთ ეს, როგორ უნდა არსებობდეს სასიმაგრო კედელი. როგორ უნდა წარმოვიდგინოთ. ამდაგვარად ალბათ არა, სასიმაგრო დერეფანი, რომელიც მთლიანად გარსუვის ქალაქს, რომელიც იხრება მოგონულია ესე ვთქვათ, რომელსაც სკოლიოზი ეწოდება, საფორტიფიკაციო და აქედან არის შემოსული ჩვენთანაც ხდება სამედიცინო ლიტერატურაში თუ რა ლიტერატურაში აღარ მახსოვს, მაგრამ ნებისმიერი რეკონსტრუქცია ჰიპოთეტურების ელემენტ შეიცავს, მაგრამ აქ იმ გეგმის მიხედვით ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია აღვთილოთ. კოდფორსი ამას ეწოდება, რომელიც კედელს ავაგრებს, შიდა მხრიდანაც კოდფორსია, რატომ არის კოდფორსი? იმიტომ რომ სასიარულო ბილიქს ავაგრებს. სასიარულო ბილიქს აფართოებს. ეს ბილიკი არის უძრავი გალერეა, მოქმედი გალერეა, სადაც იმ მანძილისა უნდა იყოს, რომ ორი თავიდან ბოლომდე შეამჯრული ადამიანი შეურხევლად მარჯვნივ და მარცხნივ გაცდეს ერთმანეთს. ყველაფერი აქ რაც არის დადასტურებული, ეს არის ბერძნული და რომაული საფორტიფიკაციო სისტემის მიღწევები. მაგრამ თავარი ის არის, რომ ყველაფერი კრამიტით იყო დაფარული, კრამიტით იყო გადახურული. როგორ მიდიოდა, რა სისტემით იპყრობდნენ ესენი ამ კლდოვან სიმაღლეებს. რაც არის რეალური მონაცემების მიხედვით, ეს სისტემა ჩვენ შეგვიძლია ამდაგვარად წარმოვიდგინოთ. და აქ ძალიან ცოტა რამ იქნება, ასე ვთქვათ, სავარაუდო, ჰიპოთეტური და ასე შემდეგ. ფუძის მიხედვით შემიძლია გავსაზღვრო სიმაღლე, კრამიტის მიხედვით შემიძლია გავსაზღვრო სახურავის კონსტრუქცია. ეს სისტემა, ანუ ხართის ხარი, სასიმაგრო კედლის ფრაგმენტია, რომელიც ეს სიმაგრე მოემართება ზედაზნის ქედიდან და ჩერდება არაგვთან და არაგვის შემდეგ კვლავ აგრძელებს სვლას უზარმაზარ სიმაღლეებს. მართალია, ამას ჩვენ პრაქტიკულად ვერ გავყვებით ამას არქეოლოგიურად. როდემდე უნდა ვიაროთ, რამდენი და რა ფინანსები უნდა დაიხარჯოს, მაგრამ ვერაფრით ვერ გავხსნებით ოროგრაფიულ სისტემას. ოროგრაფიული სისტემა ეს ქეთთა განლაგებას ნიშნავს, რომელსაც ყოველთვის მიყებოდა სასიმაგრო ნაგებობები ბერძნული ფორტიფიკაციის პრინციპების მიხედვით. ზემოთ ჩრდილოეთია, ქვემოთ სამხრეთი. და ჩვენ ვხედავთ, რომ კოშკები წინ არის გაზიდული და არა უკან. ესე იგი, რაღაც ქვეყანას ეს კედელი ღართი იცავს ჩრდილოეთისაგან სამხრეთს. ესე იგი, ეს უკვე ქალაქის დამცავი კედელი კი არ არის, არამედ ქვეყნის დამცავი კედელია და რა ქვია ამ ქვეყანას? ცხეთის ქვეყანა ქვია თუ სარკინეს ქვეყანა ქვია? და საინტერესო არის, საინტერესო კი არა, დიდებული მოვლენასთან მქონდა საქმე, იმიტომ რომ მელბურნის უნივერსიტეტის
სპეციალურმა ლაბორატორიამ დაადასტურა, რომ ეს კედელი ხის ელემენტების, ალიზის ელემენტების, ნაშთების ანალიზის საფუძველზე არქეომაგნიტური და ასე შემდეგ დაადასტურა, რომ კედელი განეკუთვნება ძველი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნეს და არა მცხეთის პერიოდს. ეს საკითხიც განზე უნდა გადავდოთ და ცოტა მოგვიანებით შევეხოთ ამას. ეს არის ძირითადი ზოგადი მიმოხილვა მცხეთის ქვეყნისა და კვლავ უნდა დაუბრუნდე 6 აფსიდიან ტაძარს. ის რაც ჩვენ გეგმაზე ვნახეთ, ახლა გადავხედოთ რა ხდებოდა პრეპარაციის შემდეგ. პრეპარაცია გაწმენდა გასულთა იმას ნიშნავს, როცა ზედმეტი უნდა ჩამოაშორო არტეფაქტს. ბაზისი, რომელიც უძრავი იყო, კაპიტელი, რომელიც დაძრული იყო და გადაგდებული და საკურთხევლის სქანდაკების პედესტალი, რომელიც ასევე დაძრული იყო. დანარჩენი ყველაფერი უძრავი. ერთ აფსიდას ვხედავთ, მეორე აფსიდას ვხედავთ, ხის კონსტრუქციას ვხედავთ აფსიდებს შორის და ვხედავთ ნაწილობრივ კიდევ ორ აფსიდას. აი აფსიდები. ის ხის კონსტრუქცია და ბაზისი. და სვეტისთავი. ახლა სვეტისთავი აქ ქვედა ნაწილში გადმოყირებებულია, მაგრამ შევაბრუნოთ ისევე როგორც უნდა არსებობდეს და ზედარესში ვხედავთ რა ფორმასთან აქვს. 6 კუთხედი. მარგალიტები ხვიები ძივებს, რომელთაც შექმნილია ვალუტები ხვიებს ნიშნავს და აბსოლუტურ შესაბამისობაში იმას, რაც ქვემოთ იქ ბაზისი. კიდევ ერთხელ გავიმეორე, რომ მსგავსი სურათი სამყაროში ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, არათუ ანალოგს, პარალელსაც კი ვერ პოულობთ მისთვის. და წარმოვიდგინოთ ეს ტაძარი საერთოდ რა არის. სწორკუთხედში ჩაწერილი 6 აფსიდიანი სივრცე. ჯერ მის აქსიომეტრიულ გეგმას დავხედოთ და მე წარმოვსახოთ ეს როგორ შეიძლება დაყოფილიყო. ამაში ჩვენ ის საკურთხევლის ტაძრის შიდა სივრცეში მიკურეული ქანდაკების პედესტალი ცოტათი გვეხმარება და რატომ გვეხმარება ახლა მე ვნახავთ. და 6 აფსიდიანი ტაძარი ცოტას გადავუხვევ ახლა და ისტორიულ სამყაროს შევეხებ. ეს 6 აფსიდიანი ტაძარი, რომელზედაც ახლა ვდენი ვილაპარაკეთ, დაუმთავრებელია. იმიტომ რომ გვაქვს ბაზისი, გვაქვს კაპიტელი, მაგრამ არსად არ ჩანს სვეტი. დაუშვათ რომ სვეტი ხის იყო და გადაიწვა, მაგრამ ცეცხლის კვალი იქ არ არის და ვერ გადაიწვევოდა. გარდა მაგისა, აფსიდებს შორის ხის კონსტრუქციები დადასტურებულია და ის არ გამქრალა, არსებობს. საწავი და 8 ნახევარი მეტრის სიმაღლის სვეტი. სად უნდა დასრულიყო ეს სვეტი? სვეტი სწორედ არ არის და ჩანს ისეთი სიტუაცია, რომ ეს კრამიტის სახურავი ჩაშლილია და იმიტომ არ არის დალეწილი და ყველა კრამიტის ზომის აღდგენა შეგვიძლია, რომ სვეტი შესაძლოა არსებობდა ვიღაცამ გამოაცხადა. კი ბატონო. მაგრამ ჩვენ გვაქვს პირველი 8 აფსიდიანი ნაგებობა იმ გადამკვეთი პერიოდისა, როცა წარმართობა მიდის და ქრისტიანობა მოდის. ამ შემთხვევაში ჩვენ დიალოგიც აგვაქვს და კონფლიქტიც. და გავიხსენოთ, რომ მეფე მირიანმა როცა თავისი დეპუტაცია გააგზავნა რომში, ან შეიძლება უკვე კონსტანტინოპოლში იჯდა იმპერატორი და მოითხოვა
ხუროები და მუდმივთავარი ხუროებში ბუნებრივია ხუროთმოძღვარი იგულისხმება, ანუ შენებლებში და მშენებლების უფროსი. მაგრამ სანამ ისინი ჩამოდიან, მანამდე გადაწყვიტა სამოთხეში, წმინდათა წმინდაცაში, ანუ ის სადაც დღევანდელი სვეტიცხოველია, აეგო ეკლესია. მაგრამ არც ნინო და არც მირიანმა ქრისტიანული ეკლესიის კონცეფცია არ იცის. და რა ხდება? აღმართეს 6 სვეტი თვისთვისად. რას ნიშნავს ეს როგორ უნდა გავიგოთ თანამედროვე ქართულზე? თვისთვისად თავთავის ადგილას. მაგრამ გაუჭირდათ აღმართვა საშუალ სვეტისა შესაძლებელისა. ესე ცენტრალური სვეტის არვისებული ნაგებობა. მაგრამ 6 სვეტი სად აღმართეს? ამ კონცეფციას არც ერთი ქრისტიანული არქიტექტურის თეორია არ იცნობს. 7 სვეტიანი ნაგებობა ქრისტიანული არქიტექტურაში არ არსებობს. მაგრამ აქ ზუსტად 7 სვეტია მოცემული. 6 სვეტი თვისთვისად, მაგრამ შუა სვეტის შესაძლებელი ცენტრალური სვეტი ვერ აღმართეს. რატო ვერ აღმართეს? იმიტომ რომ მირიანს უკვე აღარ აქვს ხუროთმოძღვარი. მაგიტომ თხოვს იმპერატორს ხუროთმოძღვარი და ხუროები გამოუსწავლონ, რადგან წარმართული არქიტექტურული კონცეფცია ამ ხელა რელიგიურ სპექტრში, სადაც ხურიეთა ბაგინიც არსებობს, სადაც არმაზისა და ზადენის კულტი არსებობს, სადაც თითქოს და სვეტიცხოვლის ეზოში აპოლონის კურსი არსებობდა და სეფელია წინამორბედი დედოფალი აფროდიტეს კულტს აღმართავს. ეს უზარმაზარი წარმართული და არაწარმართული ზოროასტრიული სპექტრია. გავიხსენოთ ის, რა ქვია, მოხტაკარი ფარნაჯობის მიერ დაარსებული. ასეთ შემთხვევაში სადაც რომ შენებლება მხოლოდ და მხოლოდ ქურუმთა კასტის ხელშია, მაგრამ ახალი ეტაპი იწყება. ეტაპი ერთიანი რელიგიური დოქტრინისა და ამ რელიგიური დოქტრინით ქვეყნების გაერთიანებისა. ასეთ შემთხვევაში არქიტექტურა, საკულტო არქიტექტურა მეფის პრეროგატივა ხდება და წარმართა ქურუმთა კასტების დაძლევა არც ისე ადვილია. მეფე მირიანს შენებელი აღარ ყავს. თვითონ ასწავლის ერს, ერი იმ შემთხვევაში და იმ კონტექსტში ჯარია. არ დაჭირდებოდა მირიანს მას რომ შენებლები ყოლოდა, რომ თვითონ ესწავლებინა ერისათვის, როგორ უნდა აეგოთ ტაძარი. და ააგეს 6 კუთხეზე დაფუძნებული ეკლესია. და ცენტრალური სვეტიც როგორც წას აღიმართა წმინდა ნინოს ლოცვის შედეგად. არ რაღაც ტექნიკური ქმედებების შედეგად. მოდი გადავხედოთ ქართულ ქრისტიანულ 6 აბსიდიან ტაძრებს და მის მოდიფიკაციებს. აქ კაცხიც არის და კი აღმოსავლეთიც და მისი კუბურდოც და ასე შემდეგ. ერთადერთ 6 აბსიდიან ტაძარს ვფლობთ ანიში, სომხეთში, რომელიც ბოჭორნის სრული ასლია. ორად ორს დალმაციის ტერიტორიაზე. ხო არ არის ეს ბოლო და დასაწყისი ახალი ქრისტიანული ერის ჩემ ქვეყანაში. გადასათარიღებელი გვიხდება ყველაფერი. თავიდან შესასწავლი გვიხდება ყველაფერი. და ამასაც ცოტა დაწვრილებით უნდა შევეხოთ. ეს არის სწორედ ქანდაკების ის პედესტალი, რომელიც სწორედ ამ ტაძარში აღმოჩნდა. აქ ბევრი რამე იქცევს მათგანს. ჯერ ეს ერთი მისი დეკორი, ვარდულების ქვედა რეესში რიგი, შემდეგ სვეტებს შორის ვარდულები, შემდეგ კილანების და ფრიზის, ესე იგი ანტობლემენტია გადმოცემული, კანელურებიანი სვეტები, რომლებიც გირლანდებით არიან ერთმანეთთან გადაბმულები და კაპიტელები. და კაპიტელები ზუსტად იმავე სისტემის არის და იმავე სტილისა, რაც ცენტრში აღმოჩნდა. ხომ არ წარმოადგენს ეს ტაძრის არქიტექტურულ მოდელს და ამავე დროს მოდულსაც ტაძრისათვის. 70-72 სანტიმეტრი. ტაძარი 18 მეტრი 18 ნახევარზე. გავაბრალოთ ეს და მივიღებთ იმას, რაც არის ტაძრის გადიდებული, 18-ჯერ გადიდებული მოდელი. არა, ეს შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ იყოს ვარაუდთა დონეზე, მაგრამ
შეიძლება რეკონსტრუქცია წარმოვიდგინოთ ტაძრის ის კონსტრუქციული სისტემა, რომელიც რეალური მონაცემებით არის ჩვენთან გაცხადებული და კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ მეფე ბირიანი წმინდა ნინოს მას მერე, რაც თითქოს და წმინდა ნინოს ლოცვა-კურთხევის შედეგად დაემხო არმას და ზადენ და ნინომ ჩათვალა, რომ წარმართობა განადგურდა ქართლში. მირიანი სხვა რამეს თავაზობს, მართალია დაემხო ეს ორი კერპი, მაგრამ შენ ხარ შვილი ზადენისი და ასული არმაზისი და გაგხადო შენ სახურ არმაზისი, არც მეტი, არც ნაკლები. მეფე ბირიანი ქურუმ ქარვობას თავაზობს მას. საინტერესო მოვლენაა, მაგრამ ეს იმასაც ნიშნავს, რომ რახან დაემხო ეს კერპები, მირიანი რაღაც დონით ამ რელიგიური სისტემის აღდგენას ფიქრობს და აპირებს. ალბათ ამიტომაც დგას ის ქანდაკების პედესტალი, როგორ ქანდაკება ჩვენთვის უცნობია და ქანდაკება იდგა თუ არა მასზე. და დიდხანს იდგა თუ ცოტა ხანს იდგა, ესეც უცნობია. თუ ქანდაკება მარმარილოსი იყო, მისი ამოგდების შემთხვევაში მარმარილოს რაღაც ხვნილის ნაწილი უნდა დარჩენილიყო. თუ ორი კვირის მანძილზე მაინც იდგა, მაშინ ბრინჯაოს ქანდაკება, მაშინ ლითონის პატინა მაშინ უნდა შერჩენილიყო. კვლავ და კვლავ გამოუცნობი სამყაროების წინაშე ვდგევართ. არქიტექტურისაც და არქეოლოგიის თვალსაზრისითაც.